ხელოვნური ინტელექტი აღარ არის უკვე შორეული მომავალი და ის დღევანდელი რეალობაა. ამიტომ მას სასწავლო პროცესი ახალ და შემოქმედებით განზომილებაში გადაჰყავს. ჯობია რომ მასწავლებლებმა დაძლიონ ის სტერეოტიპული დამოკიდებულება, ის სკეპტიციზმი ტექნოლოგიებისა და ზოგადად AI-ის მიმართ და ვაქციოთ საგანმანათლებლო და შემოქმედებით ინსტრუმენტად. რაც შეეხება იმას, რომ სექტემბრიდან დიდი ალბათობით იგრძალება ტელეფონების გამოყენება სასწავლო პროცესში, არ ვიცი, პირადად ჩემი გაკვეთილები როგორ წარიმართება, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ მასალები მე პირადად მაქვს QR კოდებით და ტესტები და ძალიან ბევრი სამუშაო და ინფორმაცია QR კოდებით ვაწვდი მე ჩემს მოსწავლეებს და ნაცვლად იმისა, რომ ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვა დაწესდეს, მე ვფიქრობ, რომ მისი საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენება ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს. ისინი მაინც გამოიყენებენ სასწავლო პროცესში, თუ არა სასწავლო პროცესის მიღმა მაინც იყენებენ და ჩვენ მას არ უნდა დავტოვოთ ტექნოლოგიებთან მოსწავლე, მარტო ჩავჭიდოთ ხელი, უხელმძღვანელოთ ამ ციფრულ უზარმაზარ სამყაროში და ვიყოთ მათი მეგზურები. კი, ახლა ტექნოლოგიები კი არის ეს ტელეფონის მიმართ მეტი ყურადღება მოსწავლეების მხრიდან, მაგრამ ჩვენც თუ საინტერესო აქტივობებს დავახვედრებთ მოსწავლეებს და სასწავლო პროცესს უფრო მეტად საინტერესოს გავხდით, ვიდრე TikTok-ის მოკლერილებია, ხო? მე ვფიქრობ, რომ ტელეფონებში ჩარგულებიც იქნებიან, მიიღებენ განათლებას და რაღაც უნარებს შეიძენენ. როდესაც ახალი სახელმძღვანელოებზე მიდის საუბარი და QR კოდებით არისო დატანილი ინფორმაცია, არ ვიცი, QR კოდს რა ესაქმება საკლასო ოთახში, თუ იქ ტექნოლოგიის შეტანა იქნება აკრძალული.